რომელსაც გაეცნობით ხელს მოაწევთ, თუმცა ისე დავუშვათ, რომ 70 შესაბამისობას ადგენს ეს რომელიც მოგეცნოთ ეს პრაქტიკულად განახილავთ როგორ უნდა შეჭრილდებათ და რომელი არ ჩაგეთქვათ. რომელი ის შანსი, რასაც დღეს თავდაცვის ძალები გვაძლევს, ვფიქრობ, რომ პირველივე შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და ვიყოთ ნაწილი ამ ყველაფრის. იმ პლუსებით, რა პლუსებიც 11 თვიან სამსახურს აქვს, ვფიქრობ, რომ უფრო მისაღები იქნება, თან შედარება რო გავაკეთოთ შარშანწინდელი ჯარის და წლევანდელი ჯარის, იქ მაინც ერთი წელი უნდა გემსახურა და რატომაც არა, მოდი ახლაც ერთი წელი, თან უფრო მეტი გამოცდილების და განვითარების საშუალებას იძლევა ეს პერიოდი. 11-თვიანი კურსისთვის გავიარე რეგისტრაცია, ამ კურსის შესახებ გავიგე სოციალური მედიის დახმარებით, გავიარე შემდეგ სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური შემოწმება, ვარ მოტივირებული, მთლიან პატრიოტული მოტივებზე დამყარებული ჩემი ინტერესი და ერთსულმა როდის ჩავდგები სამსახურს სათავეში. ყოველთვის მინდა სამხედრო სამსახურში მუშაობა, ყოველთვის მინდა სამხედრო ყოფილიყავი, ბავშვობიდან მოყოლებული და მით უმეტეს რო გავიგე ამ ახალი პროგრამის შესახებ ძალიან მომეწონა და ძალიან თავისებური სამსახური არის ჩემთვის. ჩემი მეგობრები არიან წასულები 6-თვიან კურსზე, მათგან გავიგე სხვა რაღაც პირობები, რაც მომეწონა, გარდა ამისა, ჩემი ინტერესი ყოველთვის მქონდა და ყოველთვის მინდოდა რომ ქვეყნის სამსახურში ყოფილიყავი. პირველად მიმდინარეობს 11 თვის ვადით წვევამდელების გაწევა. მეტად სასიხარულოა, რომ 11 თვის ვადით სამსახურის მსურველმა წვევამდელებმა გადააჭარბეს მოლოდინს. დღეს ფიზიკური მომზადების ტესტირებას და ფსიქოლოგიურ ტესტირებას გადიან 11 თვის ვადით სამსახურის მსურვილის მქონე წვევამდელები. აღნიშნული სამსახური თავის შინაარსით განსხვავდება 6-თვიანი და 8-თვიანი სამსახურისგან. 11 თვის ვადით გაწეულ წვევამდელებს ძირითადად სამსახური მოუწევთ ოფიცრის ან სერჟანტის თანამდებობებზე. მათი ანაზღაურება შეადგენს 1275 ლარიდან 1530 ლარამდე და ვინაიდან აღნიშნული წვევამდელები ნებაყოფლობით არიან დარეგისტრირებული, ბონუსის სახით დამატებით მიიღებენ 30% მეტ ანაზღაურებას.